მე-10 საუკუნის ქოროღოს კოშკი, რომელმაც 10 საუკუნის განმავლობაში გაუძლო ყველა ბუნების არახელსაყრელ მოვლენას, გაუძლო მტრის შემოსევებს 24 დღეს უკვე ამ კოშკს ანგრევს თია წულუკიანი. ეს დასკვნა წერია სწორედ ჩუბინაშვილის ცენტრის საკმაოდ მრავალრიცხოვან გვერდიან ჩანაწერში, სადაც მკვლევარები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, აცხადებენ იმას, რომ კოშკმა მიიღო გამოუსწორებელი ზიანი, რეაბილიტაციის და რესტავრაციის ნაცვლად კოშკი დაანგრიეს და იმის ნაცვლად, რომ ნანგრევი ქვები შეენახათ და სპეციალურად მათ შენარჩუნებაზე ეზრუნვას, ეს ქვები ეზოში ის ეყრია, რომ ფაქტობრივად ისიც კი შეიძლება შეუძლებელი გახდეს, რომ ნანგრევი ქვებით ისევ ააწყონ კოშკი. თუმცა დასკვნაში წერია ის, რომ რაც არ უნდა დაშლილი ქვებით ააწყონ მე-10 საუკუნის უნიკალური ძეგლი, ის ვეღარ იქნება ცხადია მე-10 საუკუნის და ის ვეღარ იქნება ავთენტური სახის, ამიტომ ეს კოშკი არის განადგურებული. ჩვენ ვესაუბრეთ იმ მკვლევარს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და ჩუბინაშვილის ცენტრს წარმოადგენს, ის აცხადებს, რომ ვერ ხვდება თუ რას ემსახურებოდა ნგრევა, რომელიც მე-10 საუკუნის კოშკის მიმართ განხორციელდა, თუმცა ადგილზე კიდევ უფრო საგანგაშო ვითარება არის თავად ღვთისმშობლის ეკლესიის ნაწილთან დაკავშირებითაც, სადაც ეკლესიაში სარემონტო სამუშაოები არ არის ხარისხენად ჩატარებული და უნიკალური რელიეფები არ არის დაცული, მაგალითად ერთ-ერთი მთავარი, რაც ეკლესიაში ღირებულებით ნაწილში არსებობდა, ეს იყო ღვთიტორების გამოსახულებით რელიეფები, რაც ასევე ირგვლივ არის მიმოფანტული. ამიტომ მკვლევარი ამბობს, რომ ეჭვი არის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის მიზანმიმართულად დანგრეული. მე-10 საუკუნის კოშკი დაინგრა, ამის გამართლების მცდელობა იყო, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ეკლესიას. რეალურად ესეც არ იყო, მაგრამ ესეც რომ ყოფილიყო ივარაუდება მეცნიერთა მხრიდან, რომ კოშკი უფრო ადრეულია ვიდრე ეკლესია, ამიტომ ძალიან უცნაურია, როდესაც რაღაცა რაღაცის ფასად გასწირეს და რაღაცის დანგრევა გადაწყვიტეს, იმიტომ რომ მეორე ძეგლი გადაერჩინათ. წევრები, რომლებმაც განახორციელეს ეს ყველაფერი, ისინი ამბობენ, რომ იცით რა, ეკლესიას ვერ გადავარჩენთ, თუ კოშკს არ დავანგრევდით. მოდი მაშინ თუ ესეთ სიტუაცია შედაანებე თავი რა. თუ შენ ვერ ახერხებ ამის გაკეთებას, მაშინ შეეშვი და სხვა ჯგუფს დავაცადოთ და სხვა ჯგუფმა გააკეთოს. იმიტომ რომ დანგრევა ყოველად მიუღებელი ამბავია. სრულიად დაუშვებელი მოვლენა არის, თან მით უფრო ისეთ მდგომარეობაში მყოფი კოშკი, რომელიც ქოროღოში იყო, ზურგიანი კოშკი, რომელსაც ისედაც 2 მეტრიანი კედლები აქვს, 2 მეტრის ცისქის კედლები აქვს, მისი შემთხვევით დანგრევა შეუძლებელია. ვიცით რომ მე-10 საუკუნიდან იდგა ბოლომდე. ეს არის კანონდარღვევა, ოფიციალურად კანონდარღვევა და ეს არის სამართლებრივი საკითხი. უნდა დაადგეს ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი ამ შემთხვევაში. ჩუბინაშვილის ცენტრი გასცემს რეკომენდაციას, რომ ზურგიანი კოშკის ნგრევის საკითხზე შეიქმნას ექსპერტთა ფართო ჯგუფი, რომლებიც იზრუნებენ ამ გამოუსწორებელი პრობლემის გამოსასწორებლად, თუმცა ცენტრი ამბობს იმას, რომ მთლიანად კოშკის ავთენტური სახის აღდგენა ცხადია უკვე ვეღარ მოხდება, რადგანაც კოშკი არის დანგრეული, თუმცა მათი მიზანი არის როგორმე არსებული ნაწილით შეძლონ კოშკის აღდგენა. თუმცა ცენტრი ამბობს, რომ მე-10 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკვე არის განადგურებული და ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება. ცენტრის მკვლევარი ამბობს იმას, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.